როგორც მოგესალმებათ, ქავატონი მზია ამაღლობელი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში გუშინ საღამოს საათებს 17 საათზე. გეგმიურად მას ჩაუტარდა შემოსვლისთანავე დაგეგმილი წინასწარ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და გარდა ამისა შემდეგ დამატებითი კვლევებიც გახდა საჭირო, რაც გამოიკვეთა აი ამ კვლევის პროცესში. გარდა ამისა კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი დიაგნოზიდან გამომდინარე შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით დაეწყო დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარება, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მან თანხმობა განაცხადა ამაზე. დიაგნოზი თქვენ იცით, ადამიანის შიმშილოს 26 დღეა თუ არ ვცდები და რა თქმა უნდა, მას აქვს ამ დიაგნოზიდან გამომდინარე დამახასიათებელი ჩივილები. არის ზონის კლება, კონკრეტულ ციფრს მე ვერ დაგისახელებთ. დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია დახმარების გარეშე. გრძელდება მონიტორინგის პროცესი, მონიტორინგის პროცესში რაც გამოისახება, თუ რაიმე დამატებითი კვლევა იქნება საჭირო, პაციენტს ყველაფერი ჩაუტარდება. სახის კვლევა და ყველა სამედიცინო მომსახურება, რომელიც ჭირდება, არ იყო შესაძლებელი პენიტენციური დაწესებულებაში და მის კლინიკაში და ამიტომ გუშინ უკვე დაიგეგმა ქალბატონ მზიას ვივამეთში გადმოყვანა. ვივამეთში მას ჩაუტარდა გარკვეული სახის კვლევები, მე შევხვდი ექიმებს, აღნიშნული საავადმყოფოს წარმომადგენლებს და როგორც მითხრეს, რაღაც განსაკუთრებული ისეთი პრობლემები ჯერჯერობით არ არის ანალიზებში. ერთი თხოვნა, რაც გადმოცა არის ის, რომ მისი სოლიდარობისთვის ვინც შიმშილობს, ყველა ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილი.